ლევან მასპინძელაშვილი და ბექ-ვოკალი ლაშა მაღლაფერიძე. Such a lonely day, and it's the most loneliest day of my life. Such a lonely day should be banned. It's the day that I can stand. The most loneliest day of my life. The most loneliest day of my life. Such a lonely day shouldn't exist. It's the day that I'll never miss. Such a lonely day, and it's mine. The most loneliest day of my life. And if you go, I'm gonna go with you. And if you die, I'm gonna die with you. Take your hand and walk away. The most loneliest day of my life. The most loneliest day of my life. The most loneliest day of my life. Such a lonely day, and it's mine. It's the day that I'm glad I'm survived. ლევან მასპინძელაშვილი და ლაშა მაღლაფერიძე მიუხედავთ იმისა, რომ მან დატოვა პროექტი, მაინც ჩვენთან ერთად არის და დიდი მადლობა მას ამისთვის. თან გვანცა რაღაცნაირი გაღიმებული სახით გამოდის ხოლმე და მე ისეთი დრაივი მომაქვს, რომ მიაქვს აქაურობა და მოდი გადავიდეთ ახლა ჟიურიზე. ბატონო ზაზა ლევან, შენ უდაოდ ყალიბდები ამ კონკურსში როგორც ერთ-ერთი როკ ლიდერი. უბრალოდ ერთადერთი როკ ლიდერი, მით უმეტეს ლაშა მაღლაფერიძის გავარდნის შემდეგ კონკურსიდან. და მე ვფიქრობ, რომ აუდიტორია მაყურებელი დაგაფასებს შენ, მით უფრო რომ შენაირი როკ მუსიკოსი ძალიან ჭირდება დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სცენას. მაგრამ მე მინდა გითხრა, რომ რაც შენიშვნა მოგეცი პირველ ტურში, უფრო მეტად ექსპრესიული და გამომხატველი უნდა იყოს შენი პერფორმანსი. ამ ხრივ ძალიან მოიკოჭრებ და ეს გამოსვლა და გთხოვ რომ გაითვალისწინო. და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ შენი ხმის ტემბრი სხვა ჟანრებშიც კარგად მიესადაგება და ალბათ ამას ითვალისწინებს საქართველოს ვარსკვლავის ფორმატი და სხვა ჟანრებშიც ალბათ მოვისმენთ შენ სიმღერას ასევე წარმატებით. გილოცავ. მადლობა, ნინი გისმენთ. ლევან გილოცავ, ძალიან კარგი გამოსვლა იყო. უბრალოდ მე მინდა რომ აი ისეთივე მაგარი როგორი ტემბრიც გაქვს. არა ჩვეულებრივი, ხო? ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ყველა მოხიბლული ვართ შენი ტემბრით. აი ზუსტად ისეთი ენერგეტიკა მინდა რომ მოდიოთ, ცოტა ეს მაკლია ხოლმე. მარტო, მეტი არაფერი, დანარჩენი, რა თქმა უნდა, ვოკალურად არანაირი შენიშვნა არ მაქვს, უბრალოდ მინდა რომ უფრო მეტად გახსნილი იყოს სცენაზე და უფრო მეტად ეკონტაქტო მაყურებელს, ამ შემთხვევაში, ჩვენც მაყურებლები გამოვდივართ, ჩვენ მაყურებლებს. ისე ძალიან კარგი იყო გილოცა. ძალიან დიდი მადლობა ასეთ შეფასებისთვის, მიშა. არის ლევან. შეიძლება შენ ასეთი ხარ, არ ვიცი. და მეტი ექსპრესია არ გჭირდება, იმიტომ რომ შენი შეფასება რთული არა, იმდენად ინდივიდუალური ხარ, რომ ჩვენ მე ალბათ უფრო გავაგრძელებ დაკვირვებას შენზე ყურადღებით, ვიდრე ახლა რამე რჩევას მოგცემ, იმიტომ რომ
ძალიან უცნაური ადამიანი ხარ რა ჩვენ მე ცოტა დაბნეული ვარ როცა შენხედავ იმდენად არ ველოდი შენაირ შემსრულებელს ამ კონკურსში და ზოგადად ქართულ სცენაზე მე ძალიან მომწონს რასაც ხედავ და იმედი მაქვს რომ არის კიდევ რესურსი საითაც განვითარდება იმიტომ რომ ჩვენი კონკურსი გრძელი კონკურსია ძალიან დიდი მადლობა ჟიურის და გრძელი კონკურსია და გრძელვადიანად გვინდა რომ ლევანი ვიხილოთ ამ კონკურსში თუ მეთანხმებით მაყურებლებო თუ მოგწონთ ლევანი შესაბამისად ის გინდათ რომ ვიხილოთ მომავალ ორშაბათს ამ სცენაზე ძალიან მარტივი ლოგიკა თუმცა მხოლოდ სიმპათია არ კმარა ეს სიმპათია უნდა გადაიტანოთ ზარებში და აქტიურად უნდა დაურეკოთ ლევანს ნომერზე 09370006 მით უმეტეს